მე ვარ მარიამ პატარიძე, სინდისის პატიმრის ზვიად-რატიანის ადვოკატი და იმ ადამიანების უფლებადამცველი, რომლებიც სისტემამ დაჩაქრა. მე ზვიად-რატიანს ხვდებოდი 28 ნოემბრის შემდგომ ყოველ დღე თითქმის რუსთაველის გამზირზე, ჩვენ გვერდ-გვერდაც ხშირად ვგარვართ აქციებზე და ძალიან მინდოდა მისი გაცნობა. ჩვენი პირველი შეხვედრა, მე ჩემი საყვარელი პოეტი და უკვე შემდგომ დაცვის ქვეშ მყოფი ზვიად-რატიანი გავიცანი წინასწარი დაკავების იზოლატორში. პირველ შეხვედრაზე მან მითხრა, რომ არ უნდოდა ჩვენი რესურსის მოცდენა, იმიტომ რომ ის სრულად იაზრებდა იმ მოსალოდნელ შედეგებს, რაც მის მიერ გაწნილ სილას მოყვებოდა და მეუბნეოდა, რომ თქვენ გაცილებით ღირებულ, მნიშვნელოვან საქმეებში საჭიროებთ ჩართვას. თუმცა ჩემი და ჩვენი ორგანიზაციის დამოკიდებულება იყო ის, რომ ეს არ იყო საქმე, რომელიც მოგვეცდენდა და ჩვენ არც ერთ საქმეს ასე არ ვუყურებთ. ჩვენ არ ამოვდივართ თითოეული საქმიდან იმ პერსპექტივით, აქვს თუ არა ამ საქმეს გამარჯვების, ან როგორც ადვოკატები ვიტყოდით, მოგების პოტენციალი. ჩვენ ამოვდივართ იმ პრიზმიდან, ასე ვთქვათ, რამდენად შეძლებს თითოეულ საქმეში დაჩაგრული პირი, ასე ვთქვათ, თავისი უფლებების არა რეალიზებას ვთქვათ ეროვნულ დონეზე, არამედ რამდენად შესაძლოა მას მათ შორის ვთქვათ, აი სტრასბურგის სასამართლოში კონდეს პერსპექტივა. ერთადერთი მამოტივირებელი რაც მას უნდოდა ამ პროცესების მიმდინარეობაზე იყო ის, რომ მისთვის მალე მიესაჯათ. იმიტომ რომ იქნებ შესაძლებლობა მისცემოდა და მიეცეს მისჯის შემდგომ სამარტო საკანში იყოს, სადაც ის დაწერს. და ერთგვარ ფუფუნებათაც კი აფასებს დღეს საპატიმროში ყოფნას და მახსოვს ერთ-ერთ რიგით შეხვედრაზე მან მითხრა, ხანდახან ვფიქრობ, კომფორტი ხომ არ შევუქმენი ჩემ თავს, რომ მე აქ ვარ, იმიტომ რომ გაცილებით რთული ხომ არ იყო ყოველ საღამოს რუსთაველის გამზირზე, აი ამ უიმედო მდგომარეობაში მონოტონურად დგომა. არც სადღაც მიმარები და ყოველ საღამოს რუსთაველის პირველი მისი სიხარული იყო ის, როდესაც გლდანის მერვე დაწესებულებაში გადაყვანისას ის შეიყვანეს გიორგი ახობაძესთან და ნიკა კაციასთან საკანში და როგორ გაუმასპინძლდნენ და როგორ გააცნეს იქაური წესები. ეს მისთვის იყო ნამდვილად რაღაც გამონათება იმ ბნელ სივრცეში. ახლა ის სხვა რეჟიმის ტყვეებთან, სინდისის პატიმრებთან ერთად არის საკანში. გური მირცხულავა და თორნიკე გოშაძე და სხვათა შორის ყოველ ჯერზე აღფრთოვანებულია მათით, როგორი უტეხები აღმოჩნდნენ ეს ახალგაზრდა ბიჭები და ამაზეც ხშირად მესაუბრება ხოლმე აღფრთოვანებით. მე დავინახე სრულიად სხვაგვარი ზვიად-რატიანი, როგორცაც არ ვიცნობდი და არც მსმენოდა მასზე ამ კონტექსტში. მაგალითად, ჩვენი საუბრები ხშირად უკავშირდება ისეთ ყოფით თემებს, როგორიც არის პასტა და ფურცელი. ზვიადი სანათად იყენებს ტელევიზორს, რომელიც კონკრეტულ არხზე თუ გადართავს და აქვს შედარებით ღია ფერის ნათება, საკმარისი არის იმისთვის, რომ მან იმუშაოს და მან არ შეაწუხოს საკანში მყოფი სხვა პირები სხვაგვარი ამ ოთახის სრული განათებით. ზვიად-რატიანი თუ რამეს მეკითხებოდა ყოველ ჯერზე, როდესაც და მეკითხება, როდესაც მე მის მოსანახულებლად შევდივარ საპატიმროში, ეს არის ზია ამაღლობელი და ნინო დათაშვილი. როგორ არიან ისინი? მან საჭირო არ ჩათვალა ის პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც მან ცილა გაარტყა, გააწნა, უბრალოდ სასამართლოში დაკითხულიყო. ჩვენ ამ ფორმით მის
დისკომფორტზეც კი უარი ვთქვით, იმიტომ რომ ზვიად რატიანის მამოძრავებელი мотиваცია ამ კონკრეტული სამართალდამცავის დამცირება ან ტკივილის მიყენება კი არ იყო, ის სხვა სიმბოლური მნიშვნელობით იყო განპირობებული, რაც მან თავად ახსნა სასამართლო პროცესს. თავად ზვიადმაც მის მიერ მოქნეული სილა შეაფასა როგორც რომ მას არც ეთაკილებოდა, არც დანაშაულად თვლიდა და არც ამაყობდა ამ ქმედებით. იქიდან გამომდინარე და მხოლოდ იმ დათქმით, რომ ჩვენ აბსურდში ვცხოვრობთ. და ამ აბსურდში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები არ არიან მხოლოდ ბრალდებულები, რომელთა სამაგალითო დასჯაც გადაწყვიტა სისტემამ. ესენი არიან ძალადობა გამოვლილი ადამიანებიც. ფაქტობრივად მათ საკუთარ სხეულებზე იწვნიეს წამების ტოლფასი, სისასტიკე და მათ თავიანთი სხეულები აქციეს წინააღმდეგობის ფორმად. დამრავლებული ღონისძიებები მარქსისტული სამსახური და სამოხალხო სივრცის დასამყარებლად. ყოველ ჯერზე, როდესაც სასამართლოს დარბაზში ვარ, ვფიქრობ, რისი მოსმენა მენდომებოდა მე, რა იქნებოდა ის სიტყვების სამართლებრივი დასაბუთება, ის კონტექსტი, ის სათქმელი, რასაც მათ მხარეზე ყოფნის შემთხვევაში გავიაზრებდი. და ვცდილობ ხოლმე, რომ აი ამ პერსპექტივითაც ვესაუბრო მათ. და ყოველ ჯერზე ვიჯერებ, რომ მათ შეიძლება ჩემი ხმა გაიგონ. და ამავე დროს ეს საკუთარ თავთან იმის დამოწმებაც არის, ჩემი პროფესიის დანიშნულება ჯერ კიდევ აზრს ინარჩუნებს თუ კარგავს. მიუხედავად იმისა, მე ყოველ ჯერზე სასამართლო დარბაზიდან დამარცხებული გამოვდივარ. არც ერთი საქმე არ მაქვს, რომელსაც ვიტყვი, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გამართლდა. ჩემი პროფესიული არჩევანია ვიყო იმ ადამიანების მხარეს, რომლებიც დაიჩაგრნენ და რომლებიც სასამართლოზეც დამარცხდებიან და იქ მაინც კონდეს შესაძლებლობა, რომ ისინი მარტო არ დარჩნენ და მათ გვერდით ვიყო. ჩემი ენერგიის წყარო, ასე ვთქვათ, არის ის, რომ ამ ადამიანებს ვიდრე დააკავებენ, სახლიდან გადიან, ზოგიერთი არ ვიცი, ჩემს ნომერს იწერს ხელზე, რომ თუ დააკავებენ, დამირეკავენ. ამ ადამიანებს იმედი აქვთ, რომ მათ მე რამით დავეხმარები. და ამ დროს მეც ვიჯერებ, რომ ამ იმედის გამართლება შემიძლია. თუ რამე შეიცვალა საზოგადოების აღქმებში ბოლო წლის მანძილზე განსაკუთრებით, ეს არის ის, რა მნიშვნელოვანი ყოფილა თურმე სასამართლო და თურმე რამდენი ბოროტების მასაზრდოებელი და მკვებავი არის პოლიტიკური მართვსაჯულება. იმიტომ რომ არა ეს საყოველთაო აქციები და ამ აქციებში ჩართული მრავალი ათასი ადამიანი, ასე თითქმის ყველა ოჯახამდე არ მივიდოდა ის პრობლემები, რაც სასამართლოს წინაშე დგას. ამიტომ ვიდრე ეს უსამართლო პროცესები გრძელდება, ეს იმასაც ნიშნავს, რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გაიაზრებს სამართლიანი მართვსაჯულების მნიშვნელობას და ძალას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არც 1 წლის წინ, არც 2 წლის წინ არ შევდიოდით სასამართლო დარბაზებში იმ იმედით, რომ საქმეს მოვიგებდით ან გავიმარჯვებდით, მინიმუმ სასამართლოს შენობაში არ ძალადობდნენ. ახლა ესეც შეცვლილია და არ ვიცი, ქუჩაში ნაწარმოები ხალხის მსგავსად, როდესაც არავის მიმართ, არც ერთი მოძალადის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგა, ფორმალურადაც კი ჩვენ არ ვიცით, ყოველ შემთხვევაში ამ დრომდე არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს იმ მანდატურების მიმართ, რომლებიც მაგალითად ნინო დათაშვილის ძიმე ეპიზოდს უკავშირდებიან.
ყოველი საქმე არის შანსი სასამართლოსთვის, რომ მიუხედავად იმისა, აქამდე მათ რა დადგენილებები გამოუტანიათ, რა სასამართლო გადაწყვეტილებები მიუღიათ, რა განაჩენები დაუყენებიათ, გადაირჩინონ პროფესიული რეპუტაცია. ჩვენი მხრიდან ჩვენ მზაობას არ დავაკლებთ ამ საქმეებს და აი სიმართლე გითხრათ, ხშირად ჩემ თავთან მიკითხავს და მithქვამს, რომ იქნებ ამ საქმეს რავე დავაკელი, იქნებ ზედმეტად მკაცრი ტონი მქონდა და მოსამართლის უკან დასახევი გზა არ დავუტოვე. მე არ ვცდილობ არც ერთ პროცესზე, არც მათ დაკნინებას, არც მათზე თავდასხმას, არც მათ დამცირებას, რაც მართლა მინდა და გულწრფელად მინდა არის ის, რომ ჩვენი ხმა გაიგონ. იმიტომ რომ ჩვენ ხო ერთნაირად ვისწავლეთ, ერთი და იგივე ლექტორები გვასწავლიდნენ მართლა ან სამართალს და ასე განასადავწდით, სად დავკარგეთ ერთმანეთი, რომ ძალიან საბაზისო საერთოობაზე ვეღარ ვთანხმდებით. ყოველდღე ვიღებთ ჩვენ ამ გადაწყვეტილებას, ვისაუბროთ თუ არა სიმართლეზე. და თუ რომელიმე პროფესიას შეუძლია წინააღმდეგობის კეთილსინდისიერ ძალად იქცეს აი ამ მოვლენებში, მე მგონია, რომ ადვოკატობა, სამართლის მსახურება, ჟურნალისტობა არის ერთ-ერთი პირველი და სწორედ ამიტომ პირდაპირ ვიტყვი ვიდევნებით კიდეც.